მოგესალმებით. გრძელდება ჩვენი კურსი ყველაფერი ჩინეთის შესახებ, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის ლექციებს ჩინური ცივილიზაციის კულტურის შესახებ. ეს უკვე მე-7 შეხვედრაა, რომ აქამდე მქონდა შეხვედრები, ლექციები ჩინური ფილოსოფიური მოძრაობის, რელიგიური წმენა წარმოდგენების, გეოპოლიტიკური აზროვნების, კლასიკური სტრატეგიების, პოლიტიკური სისტემის შესახებ. დღეს გადმოვდივართ უფრო, ასე ვთქვათ, პოეზიის ნაწილში და ჩინური პოეზიის შესახებ, რომელიც ზოგადად ძალიან საინტერესო, უნიკალურია ბევრი თავის ნიშან-თვისებებით და ასევე უცნობი ქართული აუდიტორიისთვის. გვესაუბრება ქალბატონი ლიკა გაბრიშვილი, სინოლოგი, რომელიც ასევე თავადაც არის ავტორი გარკვეული ჩინური პოეტური ნიმუშების, თარგმნელი უფრო სწორად სხვადასხვა ტიპის პოეზიის ნიმუშების, მათ შორის ლიპაის, რომელიც თანგის დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკოსი ჩინური პოეტია. წარმატებას უსურვებ ლიკას და რაც იმედია საინტერესო შეხვედრა იქნება და ასე ვთქვათ, ჩაიწერება და დარჩება ქართულ საზოგადოებას. მეც დიდი სიამოვნებით ველი ამ თემას, იმიტომ რომ არც თუ ისე ბევრი ინფორმაცია მაქვს ამ ყველაფერზე. მადლობა. დიდი მადლობა წარდგენისთვის. ყველას მოგესალმებით. ძალიან სიამოვნოა პირველ რიგში ის, რომ ამ თემით დაინტერესებული საზოგადოება არსებობს. ზოგადად ჩინურ პოეზიას ფაქტიურად ისეთივე ხანგრძლივობის ისტორია აქვს, რაც თვითონ ჩინელ ერს. ეს ფაქტიურად ისედაც ცხადია ყველასთვის. მაგრამ მაინც ამ თემას დავარქვით ცოტა რამ ჩინური პოეზიის შესახებ და ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ამ დროის მანძილზე ნამდვილად ცოტა რამის თქმა შეიძლება ჩინური პოეზიის შესახებ. ძალიან ცოტა რამის იმის ფონზე ვთქვათ, რაც რეალურად არსებობს. ჩინური პოეზიის სათავეების კვლევას ჩვენ მივყავართ ძალიან შორეულ წარსულში. ეს პერიოდი, ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ჩინური დამწერლობა. და ჩვენ თამამად ამიტომ შეგვიძლია მას უწოდეთ პრეისტორიული ხანა ჩინეთის ისტორიაში, იმიტომ რომ როგორც ვიცით, პრეისტორიული ხანა აღნიშნავს ადამიანის წარმოშობიდან დამწერლობის წარმოშობამდე პერიოდს. და ჩინური დამწერლობის პირველი ნიმუშები ჩვენ გვაქვს კუს ბაკანზე შესრულებული წარწერები, რომელსაც სამკითხაო შინაარსი აქვს. და ეს წარწერები სხვათა შორის მინდოდა მეჩვენებინა ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ ახლაც შეიძლება აი ესეთ გამოიყურებოდა ეს კუს ბაკანზე ჯაგუვან, ესე ერქვა ამ წარწერებს, რა თქმა უნდა ძველი ჩინური იეროგლიფებით არის შესრულებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ისინი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით მე-16 საუკუნით. ხოლო ეს პირველი ლექსი, რომელიც შემორჩენილია ჩინური პოეზიიდან, გაცილებით უფრო ადრე არის შექმნილი. და აი რა მინდა გითხრათ, ესე იგი ზოგადად ჩინურ პოეზიას რამდენიმე ეტაპად ყოფენ მკვლევარები, უძველესი პერიოდიდან ჩუნციოს ეპოქამდე, ჩუნციო ეს არის გაზაფხულების და შემოდგომების მატიანე, ასე ვთქვათ. და მე-6 საუკუნეა დაახლოებით ეს და უძველესი პერიოდი კი საიდან იწყება ღმერთმა უწყის, თუმცა ჩვენ შემოგვრჩა ერთი ყველაზე ძველი ჩინური ლექსი, როგორც ჩინელი მკვლევარები ამას ამბობენ და ეს ლექსი არის შენ ნუნგის დროინდელი. ეს შენ ნუნგი გახდათ ნახევრად მითიური ხელმწიფე მიწათმოქმედების და მედიცინის მფარველი, ასე ვთქვათ. და ის არსებობდა სიას დინასტიამდე. სიას დინასტია კი, როგორც ვიცით, არის პირველი დინასტია, რომელიც დაფიქსირდა ჩინურ წერილობით წყაროებში და 2060-1600 წლებში არსებობდა ეს დინასტია ძველი წელთაღრიცხვით, ესე იგი წარმოედგინეთ, ძველი წელთაღრიცხვით 21 საუკუნის ლექსზე არის ამ წუთში საუბარი და მე მინდა რომ ეს ლექსი თქვენ წაგიკითხოთ, რა თქმა უნდა. ხო, და ყველაზე მთავარი რაც მინდოდა მე თქვა ამასთან დაკავშირებით, რომ ლექსები, უძველესი ჩინური ლექსები თავიდან ძალიან მჭიდრო კავშირში იყო ჩინურ რელიგიასთან და მსხველ შეწირვის ტრადიციასთან. ძველი ჩინური რელიგიები,
ანუ სულ თავიდან ჩინელები თაყვანსცემდნენ ცას და მიწას, როგორც ღვთაებებს, ასევე თავიანთი წინაპრების სულებს და მსხვერპლშეწირვაც იმაში გამოიხატებოდა, რომ რაღაც ძღვენს მიართმევდნენ, ასე ვთქვათ, ამ ღვთაებებს და თავიანთი წინაპრების სულებს და შესთხოვდნენ მოწყალობას, ასე ვთქვათ, განსასწრების არიდებას და ასე შემდეგ იქ რაღაც რიტუალები არსებობდა და ნუ აი ეს ითვლებოდა მსხვერპლშეწირვის რიტუალად და აი ამ დროს სამღერი ან სათქმელი ლექსი იყო სწორედაც აი ეს მსხვერპლშეწირვის ბალადა, რომელსაც თან წაგიკითხავთ ჩინურად როგორ ჟღერს და თან მწყარედებად გადაგითარგმნეთ, ანუ დაახლოებით რაზე იყო ლაპარაკი. თუ ფან qi zhai shui gui qi he 昆虫无作，草木归其泽。ეს იგი ცოტა რითმულობა მაინც ნამდვილად შეიმჩნევა ამ 4 სტროფიან ლექსში და ეხლა ნახეთ რას ნიშნავს ეს. დაენუ დაგვატყდება ქვიშის ქარები, დაუბრუნდეს მიწა თავის პირვანდელ ალაგს. ნუ გადმოვა მდინარე კალაპოტიდან, დაუბრუნდეს თავის ხეობას. ველური ბალახები დაუბრუნდნენ თავიანთ ჭაობებს და დაენუ გავრცელდებიან ჩვენს სახნავ სათეს მამულებზე. ხვდებით ხო, ანუ როგორი ლოცვასავით არის ფაქტიურად აი ეს ძველი რელიგიური ლექსები. კიდევ ერთი უძველესი ლექსი არის შემორჩენილი, რომელიც აღწევს პირველყოფილი ადამიანების ნადირობის სცენას. ხო, აი ეს ლექსი, რომელიც მე ახლა ვახსენე, ეს ლექსი დაცულია ლიძი, აი ასეთ წიგნში, რომელიც არის კონფუციანური ხუთწიგნეულიდან ერთ-ერთი. მე შევეცადე რომ აი ჩვენ ახლა ძალიან ბევრი ჩინური ტერმინის გამოყენება მოგვიწევს და ცოტა რაღაცა ესე ჩამომეყალიბებინათ ცალკე პუნქტებად რომ თქვათ თუ დაგავიწყდებათ რა ვიგულისხმე რომ გადახედოთ და უცებ ნახოთ რა ტერმინზეა საუბარი და მოკლედ აი ეს კანონიკური ხუთწიგნეული შეიცავდა ყველასთვის ცნობილ შიძინს, ანუ სიმღერათა წიგნს, ლიძის, ეს არის რიტუალების წიგნი, შუძინ, ეს არის ისტორიის წიგნი, ასევე იყო კიდევ ერთი არ გამომჩეს ცვლილებათა წიგნი, იძინ და კიდევ ჩუნციუ, რომელიც მე ვახსენე, უკვე ეს ბოლო ეპოქა, ხო? გაზაფხულების და შემოდგომების მატიანე. სწორედ აი ამ ხუთწიგნეულიდან ერთ-ერთი იყო ეს ლიძი, რიტუალების წიგნი, სადაც აი ეს მსხვერპლშეწირვის ტრადიცია არის დაფიქსირებული. და მეორე ლექსი, რომელზეც ახლა მქონდა საუბარი, ანუ იცით რა არის ეს ჩინური პოეზიის ისტორია იმდენად დიდია და იმდენად მრავალისმომცველია, რომ ყველაფერზე დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, ამიტომ გადავწყვიტე ყურადღება გავამახვილო მარტო საინტერესო მომენტებზე, აი ვთქვათ, ყველაზე ძველი რაც არის, ყველაზე ვთქვათ, ლამაზი რაც არის და აი ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკს ჩვენ რამდენიმე დღე კი არა და ერთი თვე ალბათ ვერ მოგვჭირთ, რომ დავიწყოთ მთლიანად ჩინურ პოეზიაზე საუბარი. და ესე იგი მეორე ასეთი ლექსი იყო მსხვერპლს რა ქვია ნადირობის თემაზე და ეს ძალიან საინტერესო ლექსია იმით რომ ორი იეროგლიფიანი სტრიქონები აქვს ამ ლექსს მხოლოდ ორი იეროგლიფიანი 4 პატარა სტრიქონი და ნახეთ ასე ჟღერს ლექსი ქვია ტანგო დუანჟუ შუჟუ ფეითუ ჟუ ჟო და ეხლა ეს რას ნიშნავს ეს ჟუ არის ბამბუკი საერთოდ მოვჭრათ ველური ბამბუკები, გადავაბათ ერთმანეთს და გავაკეთოთ ბამბუკის მშვილდები, გავამზადოთ მიწის ტყუიები და გავეკიდოთ და ვინადიროთ გარეულ ცხოველებზე. აი ესეთი პატარა სანადირო სიმღერასავით არის პირველყოფილი ადამიანების დაახლოებით მას აღწევს და ეს დაცულია ჩუნციუს ბოლო ნაწილში, ჩუნციუ ანუ მატიანე, გაზაფხულების და შემოდგომის მატიანე და ჩუნციუს ბოლო ნაწილი არის უსა და US მეფობის მატიანე და სწორედ იქ არის დაცული ეს ჩვენი პატარა ლექსი. თანდათანობით ძველი ჩინური პოეზია გამოეყო ამ რელიგიურ შინაარსს და მსხვერპლშეწირვის ტრადიციასაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდა და ეს ამ შინაარსის ლექსები რომ ძალიან ბევრი იყო და თანდათანობით რომ უკვე ლექსის სახეს იღებდა ეს ჩინური პოეზია და მხატვრულ ღირებულებებს იძენდა, ამაზე მეტყველებს შიძინის გამოჩენა. ანუ შიძინ ეს არის ზუსტად სიმღერათა წიგნი და რომელიც მე-6 საუკუნეში შეიქმნა, ანუ ჩუნციუს ბოლო არის ეს უკვე მე-6 საუკუნეში შეიქმნა შიძინი და მასში გაერთიანებული ანუ უძველესი ლექსები და რაც კი ხალხური ზეპირსიტყვიერებით გადმოიცა, ყველაფერი ფაქტიურად გაერთიანებული არის ამ შიძინში.
შიძინი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან. გუოფენ მაგალითად ერთ-ერთი ნაწილი არის გუოფენ, რაც ნიშნავს სახელმწიფოს ადათებს და ამ შეიძლება სახელმწიფოებრივი ზნეჩვეულებები ასეთაც კი გავიგოთ ჩვენ ეს სიტყვები და 15 ცალი გუოფენგი შედის ამ შიძინში, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ლექსებს და ანუ საერთო ჯამში ამ 15 გუოფენგისგან შესულია 160 ლექსი შიძინში. გარდა ამისა, მსხვერპლშეწირვის შინაარსის ლექსებია სუნგის სტილის და ეს არის 40 ცალი. კიდევ ოდები არის მიძღვნილი ამ მსხვერპლშეწირვის თემაზე, დიდი და მცირე ოდები და საერთო ჯამში ყველაფერი ერთად შეადგენს 305 ლექსს. გარდა ამისა, კიდევ ყოფილა 6 ლექსი, რომელიც დაწერილი იყო შენგისთვის და შენგი ეს იყო ესეთი ბამბუკის მილაკებისგან შემდგარი ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტი, ჩინური 13 ან 17 მილისგან იყო შემდგარი, ესეთი იყო დაწესებული, ან მისი წესი იყო მისი გაკეთების და ამ შენგისთვის დაწერილი ლექსები იყო, თუმცა მისმა ნოტებმა ჩვენამდე არ მოაღწია და როგორც ჩანს ლექსებმაც მაინც და მაინც ვერა, იმიტომ რომ თქვათ ბოლომდე არ არის ეს მოღწეული ჩვენამდე. შიძინი მოკლედ აღიარებულია როგორც ყველაზე ძველი და ან უძველესი ჩინური ლექსის ტრადიცია, ასე ვთქვათ. შემდეგი ეტაპი ეს არის უკვე დაახლოებით ჭანგოს პერიოდი. ჭანგო ეს არის მებრძოლის სამეფოების პერიოდი, ეპოქა. და ამ პერიოდში 340 წელს ძველი წელთაღრიცხვით დაიბადა დიადი ჩინელი პოეტი, ბუმბერაზი ჩინელი პოეტი პირველი, რომელიც ასე ვთქვათ ანუ მთელი ჩინეთის მიერ და მსოფლიოს მიერაც არის აღიარებული როგორც ძალიან დიდი პოეტი, ჩუ იუენი, რომელიც ანუ ჩინური ლექსი მუდმივად განიცდის ტრანსფორმაციას, ოღონდ აი რის თქმამდე ნახეთ. ძველი ჩინური პოეზია, ანუ ეს შიძინგი ძირითადად გაჯერებული იყო 4 იეროგლიფიანი ლექსებით. 4 იეროგლიფიანი, ანუ ერთ სტრიქონში 4 იეროგლიფი, ანუ 4 მარცვალი, ასე შეგვიძლია უწოდოთ, იმიტომ რომ თითო იეროგლიფი თითო მარცვალს შეესაბამება და აი 4 მარცვლიანი ლექსი იყო აი ამ ძველი ლექსების, ასე ვთქვათ, სტილი, ანუ შიძინის სტილი. და თანდათან ეს ჩვენ მერე ვნახავთ, რომ ეს სტილი თანდათან იცვლება და გადადის მერე 5 მარცვლიან და 7 მარცვლიანში და ამის მაგალითებსაც მერე აუცილებლად მოგიყვანთ. ეხლა მოდით გავაგრძელოთ ჭანგოს პერიოდზე, ანუ მებრძოლის სამეფოების პერიოდზე. ამ პერიოდში დაიბადა ჩუს სამეფოში დაიბადა ეს ცნობილი პოეტი ჩუ იუენი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 340-278 წლებში. და მის სიცოცხლეშივე იყო უკვე მისი თანამედროვე და იმის შემდეგაც ეს მოღვაწეობდა სუნგი ეს პოეტი, ეს ორივე ძალიან ცნობილი პოეტია ჩუს სამეფოდან. აი ამ ორივე პოეტის შემოქმედება გააერთიანა ერთმა პოეტმა იმანაც და ასე ვთქვათ მოღვაწემ ლიუ სიანგმა, რომელიც ცხოვრობდა დასავლეთ ხანის იმპერიის დროს. და შექმნა მან ჩუს სტროფები. ჩუც აი ესე ეწოდებათ, ანუ პირველი შიძინი იყო ესეთი გამოკვეთილი აი ეს ლექსების კრებული და მეორე იყო ჩუც, ანუ ჩუს სამეფოს პერიოდის, ანუ ჩუს სამეფოს ცნობილი პოეტების ლექსები არის აქ შესული. პირველ რიგში ციუენი იგულისხმება და მისი პირველი პოემა ლისაო პოემა არის, რასაც ქვია საკმაოდ ესეთი მოცულობითი პოემაა და აი ასეთი სახელწოდებით არის ჩუც, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ როგორც ჩუს სტროფები, საერთოდ სიტყვას ნიშნავს, ფრაზას, ნათქვამს. ხან შეიძლება ლექსსაც ნიშნავდეს და შესაბამისად აი ესეთი შინაარსით გადმოდის ეს ჩუც ჩვენს ქართულ ენაშიც. ჩუცს ლექსებში ანუ კრებულში სულ შესული იყო 23 ნაწარმოები. 23 ნაწარმოები და რაც განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ამასთან დაკავშირებით ის არის, რომ ჩუ იუენმა თავის ნაწარმოებში ლისაოში მოახდინა და ზოგადად ეს მერე ტრადიციად დამკვიდრდა ჩინურ პოეზიაში ხელმწიფის სრულყოფილ ადამიანთან სიმბოლიზება, ანუ ხელმწიფი როგორც სრულყოფილი ადამიანი, ასეთი აღქმული, ასე ქონდა აღქმული და ეს ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში ხდება, წარმოიდგინეთ და ძალიან დიდი ხანი დარჩა ჩინური პოეზიის, ასე ვთქვათ, ტრადიციაში ეს, იმიტომ რომ მე-17 საუკუნის ნაწარმოებებში ლიაო ჯაე
ჩი ესეთი სახელით არის უცნაური ამბები ლიაოს კაბინეტიდან ეს არის მე-17 საუკუნის ნოველების კრებული იქაც კი იგრძნობა აი ეს იმპერატორის ანუ და ხელმწიფის სრულყოფილ ადამიანად წარმოჩენის და ესეთი სიმბოლიკა რასაც ქვია ანუ ჩუიონმა ფაქტიურად შექმნა ესეთი მთავარი გმირის მტკიცე ხასიათის მაღალი ზნეობის ადამიანის ესეთი მთავარი გმირის ფიგურა რამაც მერე შემდეგ დიდი გავლენა იქონია ხან ფუ ასე ეწოდება ფუ არის ლიტერატურული ჟანრი ხანის ეპოქისთვის დამახასიათებელი ანუ იცით როგორი ჟანრია როგორც გარითმული პოეზია პროზაული ლექსია შეიძლება ასე უწოდოთ აი ამ ფუზე ძალიან იმოქმედა და ასევე აღსანიშნავია ისიც რომ ჩუს სტროფებში ძალიან იგრძნობა რომანტიკული სტილი რამაც მერე მოგვიანებით ასე ვთქვათ გზა ანუ მოგვიანებით იმოქმედა გზა გაუკვალა გნებავთ შეიძლება ასედაც ითქვას თანგის ეპოქის უკვე თანგის ეპოქა არის ძალიან ცნობილი ეპოქა ჩინური პოეზიის ისტორიაში ოქროს ხანად წოდებული ფაქტიურად აი ამ ეპოქის პოეტებზე როგორც იყო ლიპაე, ბაიჯი და ასე შემდეგ. მოგვიანებით მე ამ პოეტების ლექსებსაც შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ საბედნიეროდ მაქვს რამდენიმე ლექსი გადათარგმნილი თანგის პოეზიიდან და აუცილებლად მინდა რომ ესეც გაგაცნოთ. შიძინის და ჩუცის შემდეგ უკვე ჩინური პოეზიის ანუ ამ ისტორიის ასპარეზზე, ასე ვთქვათ, გამოდის იუეფუს ლექსები. ამ დროს უკვე იყო ხანის დინასტია, ხანის დინასტია დასავლეთ ხანის და აღმოსავლეთ ხანის დინასტიად იყოფოდა. დასავლეთ ხანის დინასტია იყო პირველი და მესამე საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნემდე გრძელდებოდა და შემდეგ აღმოსავლეთ ხანის დინასტია. და ამ დროს, ანუ ხანის იმპერატორმა შექმნა ეს მუსიკალური პალატა და ამის დანიშნულება იყო რომ შეეგროვებინათ იმ დროს ხალხში გავრცელებული სხვადასხვა ხალხური სიმღერა, მუსიკა და ლექსები და ესეც ანუ საცერემონიო თქვათ საჭიროებისათვის ასე ვთქვათ ხო და იუეფუს ლექსებში ამ მუსიკალური პალატა არის ეს იუეფუ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ძალიან ბევრი ლექსია გაერთიანებული და ბევრი ცნობილი ლექსია გაერთიანებული და საუბარი არის აი თითქმის ყველა თემაზე ფაქტიურად და იუეფუს ლექსებიდან აი მაგალითად ყველაზე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ლექსი არის ფარშევანგი მიფრინავს სამხრეთ აღმოსავლეთით აი ესეთი ლექსი და რაღაცა სევდიან ამბავს მოგვითხრობს მწირის შესახებ აქ არის ამბავი თქვათ ანუ სიყვარულის მონატრების თემებიც არის განხილული და ყველაზე მთავარი რაც არის ანუ ეხება ადამიანის ცხოვრების ფილოსოფიის ძალიან ბევრ საკითხებს პოეტი ამ ლექსში და აი მაგალითად როგორიც არის მუდმივობა და წარმავალობა, სიხარული და სევდა, ცხოვრების ციკლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგვიანებით ოთხმარცვლიანი ლექსებიდან თანდათან დაიწყო ან ლექსის სტილმა ტრანსფორმაცია ხუთმარცვლიანი და შვიდმარცვლიანი ლექსებისაკენ. რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ანუ იუეფუს ლექსებს უკვე თანდათან ანაცვლებენ სწავლული ადამიანების ლექსები, ანუ სწავლული ადამიანები შეიძლება ერთი სიტყვით ამას სწავლულებიც უწოდოთ, რომლებიც წერენ ლექსებს უკვე ხუთმარცვლიანი სტილით. ამ სწავლული ადამიანებიდან ანუ ხუთმარცვლიანი სტილითაც და შვიდმარცვლიანი სტილითაც წერდნენ ამ ლექსებს და ჩვენ შემორჩენილი არის ხუთმარცვლიანი ლექსის ანუ ყველაზე ძველი ხუთმარცვლიანი ლექსი, რომელიც იყო იმის ავტორი, ასევე არის ავტორი ყველაზე ძველი შვიდმარცვლიანი უკვე ჩამოყალიბებული ლექსისა. მე მგონი მე ეს ლექსებიც მე აქ უკვე მოვამზადე ცალკე. დიახ, აი ეხლა მოგახსენებთ. სწორედ ეს არის პანგუ. ისტორიული ბალადა ხუთმარცვლიანი, აი უბრალოდ ჟღერადობისთვის წავიკითხავ რომ ხუთი მარცვალი როგორ ჟღერს ჩინურ ლექსში. სან ვანგ დე მი ბაო ერთი სტრიქონი დამთავრდა. ვეი ჰო იონ როუ სინ თაი ცანგ ლინ იუ ზუი ჯიუ დი ჩანგ ან ჩანგ
ეს არის ხუთმარცვლიანი უძველესი ლექსი, რომელიც ჩვენამდეა შემორჩენილი, თორე შეიძლება რა თქმა უნდა იქამდე სხვებსაც ჰქონდათ დაწერილი და შემდეგი ლექსი არის შვიდმარცვლიანი, რომელსაც ესეთი ლამაზი სახელწოდება აქვს ბამბუკის მარაოზე დაწერილი ლექსი და ასე ჟღერს. 青青之竹行照直，妙华掌感分时夜。遥想丛生于水泽，疾风时纷纷潇洒。ცოტა უცნაურად თავდება ბოლოში განსხვავებული რითმით. აი უკვე ესე იგი იწყება ლექსის ტრანსფორმაცია ხუთმარცვლიანიდან შვიდმარცვლიანზე გარდამავლობის პერიოდი და მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამ დროს ლექსში გადმოცემის ენა არის ძალიან დახვეწილი და სრულყოფილების პიკზე. ანუ იმდენად სრულყოფილი, რომ სიტყვასაც ვერ ჩაანაცვლებ და ვერ შეცვლივ. აი ასე აღნიშნავენ ჩინელი პოეტები და აი ამ სტილის ლექსებმა, ანუ პანგუს ლექსებმა, მაგალითად ხო ლექსებმა და ამ სტილის ლექსებმა პირდაპირი გავლენა იქონიეს შემდგომი თაობის პოეტებზე, რომელთაგან გამორჩეული პოეტები არიან cao zhi, Tao Yuanmingi და ამაზე ჩვენ კიდე მოგვიანებით გავამახვილებთ ყურადღებას. ანუ ლექსის ფორმირების ამ პროცესთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაიწყო აღმოსავლეთ ხანის დინასტიის მიწურულიდან და გაგრძელდა ვეის cao ვეის პერიოდამდე. ანუ ეს ვეი იყო სამი სამეფოდან ერთ-ერთი და აღმოსავლეთ ხანის დინასტიის მიწურულს კი ეძახიან ძიენან, აი ამას და ძიენანის სტილს ეძახიან იმ ლექსებს, რომელიც იმ პერიოდში იყო დაწერილი. თვითონ ეს ფაქტიც ძალიან საინტერესოა. ჩინურ ისტორიოგრაფიაში არის ესეთი ტრადიცია, რომ რომელი აი თქვა კონკრეტული იმპერატორების თქვა მმართველობის კონკრეტულ პერიოდებს რაღაც სახელწოდებებს უწოდებენ ხოლმე ჩინელები და ეს ხანის დინასტიის მიწურულს, ეს მმართველობის ხანას უწოდეს ძიენან. ძიენან რო გავშიფროთ ახლა იეროგლიფები, მშვიდობის მშენებლობა ასედაც კი შეიძლება გადმოითარგმნოს პრინციპში, ხო? აი ამ პერიოდის, ანუ აი ეს ტრანსფორმაციის პერიოდი არის მეთქი აღნიშნე ეს და ამ პერიოდში ცნობილი არიან ანუ ასეთი სახელით არიან ცნობილი პოეტები, დასწავლული ადამიანები, ვინც უკვე წერენ ამ ლექსებს, სამი cao, ესე ქვიათ. და ესენი არიან ვეის სამეფოს პირველი სამი ხელმწიფე და 7 მოღვაწე. ესენიც არიან პოეტები ძიენანის ეპოქიდან, ასე ვთქვათ. სწორედ მათგან ახორციელეს ის ბოლო ცვლილებები, რომელიც სჭირდებოდა ანუ ჩინურ ლექსს, ანუ 4მარცვლიანიდან 5მარცვლიანს და შემდეგ 7მარცვლიანზე გადასასვლელად. ამ პერიოდში ყველაზე გამორჩეულ პოეტად cao zhi ითვლება, სწორედ ეს მისი ნიჭის და განსაკუთრებული ლიტერატურული ნიჭის დამსახურებით სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, და თან ოღონდ მას რაღაცა მისი ცხოვრებისეული ტრაგედიების თქვათ, ანუ დააღნიშნოთ, რომ ამ პოეტს არ ჰქონდა თქვათ ესეთი დალხენილი ცხოვრება და შემდეგ სხვა მომავალი თაობის პოეტების შემოქმედებაში იჩინა ისა პოვა გამოძახილი მისმა ამ ცხოვრებისეულმა ტრაგედიებმა, ასე ვთქვათ. აღმოსავლეთ ხანის დინასტიის ბოლო პერიოდში ხომ პოეზიის სტილი ცნობილი არის უკვე ძიენან ფენგუ, აი ესეთი სახელით. და ხასიათდება მტკიცე ხასიათის წარმოჩენით, ძირითადად მტკიცე, ურყევი, აი ესეთი ხასიათის წარმოჩენით ხასიათდება ეს ამ პერიოდის პოეზიის სტილი. ვეის სამეფოს გვიან პერიოდში კი პოეზიის სტილს უკვე ჭენშს ეძახიან და ამ პერიოდში მმართველობის სადავეები ხელთებყრა სიმას გვარის წარმომადგენლებს. ამ დროს სიმას მმართველობით უკმაყოფილო იყო ძალიან საკმაოდ ბევრი სწავლული, რომლებმაც გადაწყვიტეს და გაიხიზნენ მთებში, ტყეებში და იქ ჩამოაყალიბეს ესეთი საძმოსავით, ასე ვთქვათ, რომელსაც დაარქვეს 7 ბრძენი ბამბუკების კორომიდან. აი ესეთი ლამაზი სახელი. მე თვითონ შეყვარებული ვარ ჩინურ პოეზიაზეც და ზოგადად ჩინურ ყველაფერზე და აქაც აღნიშნულია, ანუ ესეც მიდასტურებს და ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ხოლმე ამ ჩინური დასახელებებით, და რამდენად რომანტიული დასახელებები, აი რაღაცა ისეთი სინატიფეს შეიცავს თითოეული სათაური ჩინურ ლექსშიც და რა ვიცი, თუნდაც აი ამ
შვიდი ბრძენის შესახებაც კი შეიძლება ეს ითქვას. ამ სწავლულებს ხელმძღვანელობდა ორი ცნობილი პიროვნება, ერთი იყო ჟუანცი, ეს იყო ჩინელი მუსიკოსი, რომელმაც დაწერა გულიდან ამოსული ლექსების სერია, ასე ვთქვათ, 82 ლექსს შეიცავდა ეს ჟუანცის კრებული და ამით მან დასაბამი დაუდო ჩინურ პოეზიაში ისტორიულ-პოლიტიკური ლირიკული პოეზიის ციკლს, აი ასე ვთქვათ, ხო? და რა თქმა უნდა, მარტოსულობა და ნაღვლიანობა იგრძნობა ამ ლექსში და თვითონ იმ და გამომდინარე, რომ ეს პოეტები გახიზნულები იყვნენ და მარტო სულ ცხოვრებას ეწეოდნენ და თან პირდაპირაც ვერ ახერხებდნენ სათქმელის თქმას, იმიტომ რომ წნეხის ქვეშ იყვნენ, პოლიტიკური წნეხის ქვეშ, ასე ვთქვათ და ცნობილ ხრიკს იყენებდნენ, ანუ მეტაფორებით გამოხატავდნენ ამ თავიანთ ემოციებს და სათქმელს. და მეორე ადამიანი, ვინც ამ ჯგუფს ასე ვთქვათ, სათავეში ედგა, ეს იყო ძიქანგი. ძიქანგი პოეტია, ძალიან ცნობილი, რომელმაც და ამ ძიქანგის პოეზია მოთხმარცლიან ლექსში მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას და აი ამ პერიოდის პოეზიაში გამოჩნდა, ბუნებისკენ სწრაფვა, აი ეს სულ იგრძნობოდა უკვე ამ პერიოდის პოეზიაში. სიმას გვარის წარმომადგენელმა სიმაიენმა, სმა ესე ჟღერს ჩინურად ეს გვარი, დაასრულა ვეის დინასტია, ასე ვთქვათ, და დააარსა თვითონ ძინის დინასტია. ძინის დინასტია და თვითონ თავი გამოაცხადა მის იმპერატორად. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის ჩინურ პოეზიასაც თავისი სტილი აქვს და თაიქანგის პოეზიის სტილს უწოდებენ მას და ამ სტილს ახასიათებს უკვე რთული ენა წერის და აღწერის რთული ენა, ძალიან ლამაზი სიტყვების გამოყენება და მოკლედ აი ეს ოღონდ ამ ყველაფრის ეს რთული ენით გაჟღერება და ამ დროს ცნობილი ფიგურები არიან, ანუ აი ესეთი სახელით არიან ჩინურ პოეზიაში ცნობილი სამი ჭანგი, გულისხმობს სამ ძმას, ჭანგები ძმები იყვნენ, ორი ლუ, ესენიც ძმები იყვნენ და ორი ფანი, ესენი ბიძაძმიშვილი იყვნენ, ეს ორი ფანი. სწორედ ესენი არიან ის ადამიანები, რომელთა შემოქმედებაშიც გამოჩნდა ბუნების აღწერის, წილი, რომ არის გაზრდილი ძალიან. და შემდგომ, ჩინურ პოეზიაში ფაქტიურად აქედან დაწყებული დასაბამი დაედო ბუნების აღწერილ ლექსებს, ასე ვთქვათ, ხო, პოეტები უკვე გადავიდნენ ძალიან ამ ბუნების აღწერაზე და ეს იყო ძალიან ლამაზი ლექსები, სხვათა შორის და ბოლოს ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად მოვიყვან მაგალითს თუ თავს არ მოგაბეზრებთ. და აი რა მოხდა, აღმოსავლეთ ძინის დინასტია იყო უკვე ის პერიოდი, როდესაც თავი იჩინა შვენიენში აი ესეთმა ლექსების ბუმმა, ასე ვთქვათ და რა იყო ახლა ეს? ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მოლაქლაქი ადამიანების მიერ დაწერილი ლექსები, რომელშიც ძალიან ინტენსიურად და ხშირად იყენებდნენ ლაოძის და ჭუანგძის გამონათქვამებს. ანუ შეხედეთ, აქ არაფერი ახალი აღარ ხდება, უკვე ძველი რაღაცების გადამღერება და გამოყენება არის და აქ შეწყდა პოეზიის განვითარების ხაზი, ასე ვთქვათ. ერთი საუკუნის მანძილზე ფაქტიურად აი ეს ამბავი იყო ჩინურ პოეზიაში და აღარ ვითარდებოდა ჩინური პოეზია მანამ, სანამ არ გამოჩნდა სარბიელზე მეორე დიადი პოეტი თაო იუენმინგი, ეს არის ადამიანი, რომელმაც შეძლო აი ამ გაწყვეტილი ძაფის აღდგენა, ასე ვთქვათ, და ნახეთ რა გააკეთა, მის ძველი ჩინური პოეზიაც, ასე ვთქვათ, შეითვის, ანუ მიიღო ის მემკვიდრეობა და ლამაზად დააგვირგვინა და მისცა მას ახალი სახე, ახალი სტილი, ახალ სტილს დაუდო ისევ დასაბამი და თაო იუენმინგი უკვე იწოდება, ასე ვთქვათ, ვეისა და ძინის დინასტიებს ერთად ვეი ძინის დინასტიებს უწოდებენ და ვეი ძინის დინასტიის დამსახურებული და გამორჩეული და გამოჩენილ პოეტად. მან თქვით, რომ დაასრულა ის ძველი რაღაც ეტაპი ამ ჩინურ პოეზიაში და დაიწყო ახალი ეტაპი და ეს არის უკვე პასტორალური ხასიათის პოეზია. უკვე ეს გლეხების ცხოვრებას აღწერს, ბუნების პეიზაჟებსაც აღწერს, ენა უფრო მარტივია, ბევრად და ჩვეულებრივი, მაგრამ თან
ახერხებს აი ენის სიმარტივის მიუხედავად ფილოსოფიური აზრების გაჟღერებას მაინც ამ თავის ლექსებში. თაო იენმინგი გზამკვლევი არის ძალიან ბევრი შემდგომი თაობის ჩინელი პოეტისათვის, აი სწავლულებისთვის, უფრო ეს სწავლულებად იწოდებოდნენ ამ პერიოდში ეს ადამიანები, ვინც ლექსებს წერდნენ და მოკლედ ეს აღმოსავლეთ ძინის დინასტიამაც დაასრულა არსებობა და ეს უკვე ჩაანაცვლა სუნგის დინასტიამ. მოკლედ აი ამ პერიოდში ეს სუნგის დინასტია ოღონდ ჩვენთვის აი ანუ გვიანდელი ხანის სუნგის დინასტია არ არის ეს ისევ ძველი წელთაღრიცხვის არა ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეების დროს არსებობდა ეს სუნგის დინასტია და სუნგის ცის ლიანგის და ჩენის დინასტიები იყო ამ პერიოდში ესე იგი მეოთხედან მეშვიდე საუკუნემდე პერიოდში რომლებიც ესა ენაცვლებოდნენ ერთმანეთს მოიხსენებათ იყო ომები ასე შემდეგ და ნუ ძალიან ხშირად ხან ერთი დინასტია იმარჯვებდა ხან მეორე და ასე შემდეგ აი ეს დინასტიები, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე, ესენი იყვნენ, მე მგონი დამავიწყდა საერთოდ ეს ჩემი PowerPoint-ი აქ. აი, სხვათა შორის, თუ ეხლა გადავიდე შემდეგ სლაიდზე, აი ნახეთ, აი ეს იყო ის პირველყოფილი ლექსები, რომელიც მე წაგიკითხეთ ერთი ამ შეწირვის თემაზე და მეორე კიდე ნადირობის თემაზე. აი ეს გამორჩა რომ მეჩვენებინა. ეს თვითონ შიძინის ანუ ლექსების კრებულის ასე ვთქვათ პირვანდელი სახე არის ნახეთ როგორ რთული დაწერილობის იეროგლიფებია და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ლოკაციაც რო გავიაზროთ სად იბადებოდა ეს ლექსები იყო ნახეთ აი დაახლოებით აი ამ ლოკაციაზე კარგად ვხედავ ახლა აქ ეს ხო შანსის პროვინცია კიდევ ერთი შანსის პროვინცია აი აგერ ხუპეის აი ამ პროვინციის ჩრდილოეთი მხარე კურსორი თუ კურსორი არ ჩანს, კარგით არა უშავს. ნუ ესე იგი ეს არის ჩინეთის შუა ნაწილი, ოღონდ უფრო აღმოსავლეთი მხარე ძირითადად. მეგონა რომ კურსორი შეიძლებოდა მეჩვენებინა. დიახ. და მოკლედ დავასრულოთ ახლა ეს ძინის დინასტია, სუნგის, ცის, ლიანგის და ჩენის დინასტიები მოდიან შემდეგ და ამ პერიოდში, ანუ ეს დინასტიები მდებარეობდნენ მდინარე იანძის ქვემო წელზე, სამხრეთ ტერიტორიებზე და ჩინეთის სამხრეთით ბუნება არის ძალიან ლამაზი და თვალწარმტაცი. ეს და კიდევ ის რომ იმ პერიოდში ეკონომიკურად საკმაოდ კარგი ცხოვრება ჰქონდათ ჩინელებს, მოქმედებდა ჩინურ ლექსებზე და ჩინური ლექსების სირბილე და სინატიფე შეიჩინა თავი აი ამ ბუნების სილამაზემ და ასე შემდეგ და ამის პარალელურად უნდა აღინიშნოს რომ ჩრდილოეთის მხარეში არსებული დინასტიები და იქ მცხოვრები ხალხის ანუ ზეპირსიტყვიერებაში არსებული ლექსები ხო უფრო მეტად მკაცრი და ხისტი ხასიათის ლექსები იყო ასე ვთქვათ ხო ანუ ორი მხარე ჰქონდა ამას აი მაგალითად ახო ყველაზე საინტერესო კიდე რა მინდოდა მე თქვა ამასთან დაკავშირებით რომ სამხრეთული დინასტიების თვალსაჩინო ან დინასტიების პოეზიიდან ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის სიჭოუს სიმღერა, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზი რითმით ხასიათდება, რომელსაც ჩინელები მარგალიტის ხმულს უწოდებენ. და ეს არის, ნახეთ როგორი წყობა. ყოველი 4 სტრიქონის შემდეგ რითმი იცვლება. ლექსის რითმი იცვლება ყოველი 4 სტრიქონის შემდეგ. ეს ძალიან ესეთი გამორჩეული მაგალითია და ჩრდილოეთ დინასტიებს რაც შეეხებათ, მათ ეკუთვნით სწორედაც სიმღერა მულანზე. მულანი ჩვენ ყველამ ვიცით, ხო? ბავშვობიდან ფაქტიურად, რომ ეს იყო გმირი ჩინელი გოგონა, რომელიც იბრძოდა ომში და მის სიმამაცეზე, მის გამბედაობაზე სიმტკიცეზე, აი ამაზე არის ჩრდილოეთ დინასტიებში დაბადებული ეს სიმღერა, ეს ლექსი, მოკლედ ამას ასხამს ხოტბას. აი ამ დინასტიების პერიოდში ისევ აქტიურად მიმდინარეობს ჩინური ლექსის ფორმირება და ამ დროს არის ესეთი ცნობილი ისტორიოგრაფი და ლიტერატორის შენ იუე რომელიც ცხოვრობდა 451-513 წლებში, მან და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს კაფიო რითმიანი იუნმინგის სტილი, ასე ვთქვათ, თანაც განსაზღვრეს 8 ნაკლი ძველი ჩინური კლასიკური პოეზიის და მოუწოდებდნენ ყველას, რომ ამ ნაკლის თავის ნაწარმოებებში გამეორებისგან თავი შეეკავებინათ და ყველას მოუწოდებდნენ, რომ დიდი ყურადღება დაეთმოთ უკვე
კეთილ რითმულობისთვის, ესე ვთქვათ, ხო, რომ აი რითმისთვის უკვე განსაკუთრებული ყურადღება იყო საჭირო და აღსანიშნავია ამ პერიოდში მე-6 საუკუნეში მოღვაწე პოეტი იუსინი, რომელმაც აი ახლა ხო ვთქვით, რომ სამხრეთის დინასტიები და ჩრდილოეთის დინასტიები, ანუ განსხვავებული სტილით ხასიათდებოდნენ ხო პოეზიაში. აი ეს ორი სტილი ამ ორი სტილის შერწყმა მოახდინა ერთმანეთთან და ეს იყო აუცილებელი წინასწარი, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი სამუშაო, რომელიც მან განახორციელა თანგის ოქროს ხანის, ასე ვთქვათ, პოეზიის ჩამოსაყალიბებლად, აი ასე ვთქვათ, ხო? აი ამის შემდეგ უკვე იწყება თანგის ეპოქა. თანგის ეპოქა არის არა მარტო ჩინური პოეზიის ისტორიაში, არამედ მსოფლიოშიც ძალიან ცნობილი პერიოდი. აი თანგის ეპოქის პოეტები, მსოფლიოში ცნობილი პოეტები არიან. მათ შორის არის ჯერ თავიდან თანგის დასაწყისში ასე უწოდებენ 4 კორიფე, ასე ვთქვათ, ხომ, ჩინური პოეზიის. ერთი იყო ვანგ პო, ერთი იყო ინ ჯონგი, ასევე ლუ ჭაოლინი და ლუა პინვანგ კიდევ ერთი და ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ის, რომ ეს ლექსები სწორედაც უკვე შექმნილი და შედგენილი იყო იუნმინგის სტილზე, რომელიც ჩამოაყალიბა შენ იუემ და მისმა თანამოაზრებმა, ანუ მკაცრი, ანუ გარითმული, ანუ კაფიო რითმიანი ლექსების სტილზე და ოღონდ ახალი ფორმა მიიღო ახლა აქ ლექსებმა და ეს იყო 8 ტაეპიანი ლექსი, 8 ტაეპიანი ლექსი, ოქტავასაც უწოდებენ ასეთ ლექსებს და თითოეულ ამ ტაეპში უნდა ყოფილიყო 5 ან 7 იეროგლიფი, ანუ როგორც აქამდე იყო, ხო, უკვე 5 და 7 მარცვლიან ლექსებზე გადასული ჩინური პოეზია, ახაც გრძელდება ეგ ტრადიცია თანგის პოეზიაში და აი ამ 8 ტაეპიან ლექსებს ლიში, აი ესე უწოდებდნენ, აი ამ სტილს 8 ტაეპიანი სალექსო სტროფი. აი ამ სახელწოდებით არის ცნობილი. და მაგალითისთვის ზუსტად აი ახლა რომ ვახსენეთ ჩინელი პოეტებიდან ვანგ პო, აი თანგის წარმომადგენლებიდან, მინდა ერთი ლამაზი ლექსი წაგიკითხოთ აქედან. ხო, დამჭირდება ჩემს განსაკუთრებულ კრებულში ჩახედვა ამისათვის, იმიტომ რომ ეს მე ძველად მაქვს შექმნილი ეს კრებული და ასე რომ გადაბეჭდას აღარ დავკარგე გადაბეჭდაში, რომ აქედან მოგახსენებთ ამ ლექსის თარგმნას. თუმცა ჩინურადაც ძალიან ლამაზი მოსასმენია ეს ლექსი და მე მგონი დრო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბარემ ჩინურადაც გაგეცნოთ ეს ლექსი ჯერ. ნახეთ როგორ ჟღერს ეს 8 ტაეპედი უკვე, ანუ 5 მარცვლიანი ლექსის ოქტავა. 城阙辅三秦 风烟望五津，与君离别意，同是宦游人。海内存知己，天涯若比邻。无为在歧路，儿女共沾巾. ახლა ქართულად მოგახსენებთ ამ ლექსს. ლამაზი ლექსია, მე თვითონაც მიყვარს ეს ლექსი. უკაცრავად მე მგონი გვერდი შემეშალა. ეხლავე. ამ უცხო ქალაქს, სატახტო ქალაქს კოშკურა იცავს. ხეთს მდინარისკენ გავყურებ დიდხანს, ძალიან დიდხანს. ჩვენ განშორება მოგვიწევს ახლა, დამალე წახვალ. ფრთხილად გახვები უცხო მხარეში, რომ გიხმობს იმ ქარს. მაგრამ მე გეტყვი შენ, მეგობარო, რომ მთელ ჩინეთში სულ ცის კიდემდე 900-ით გადაიკარგო. ჩვენ მეგობრები ვართ და ვიქნებით, სიშორეს მოვკლავთ და სულიერად ვით მეზობლები ვიქნებით ახლოს. სწორედ ამიტომ გსაჯვარედინზე 3 ბილიკის ბავშვური სევდის გარეშე გეტყვი ნახვამდის. ესეთი პატარა საყვარელი ლექსი არის ვანგ პოს დაწერილი. ვაგრძელებთ ანუ თანგის ეპოქის პოეტებზე საუბარს, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ოქროს ხანა, რასაც ქვია, იმიტომ რომ ამ დროს რომ ყვაოდა ჩინური პოეზია, ასეთი რამე ჩინური პოეზიის ისტორიას არ ახსოვს. ამ დროს გამოჩნდა ყველაზე, ასე ვთქვათ, ცნობილი პოეტი ლი პაი.
რომელიც იქამდე არ ნახული სტილით წერდა ლექსებს, ესე აღნიშნავენ ჩინელები და მეტიც ჩინელებს ძალიან უყვართ ხოლმე ფრთიანი გამონათქვამებით, ასე ვთქვათ, ანდაზივით, ანუ ჩენიუებით საუბარი და ერთ-ერთი ასეთი ჩენიუთი ამკობენ ლიპაის, რომ მისი წერის სტილი წააგავს ღრუბლების ცაზე ცურვას და წყლის მდინარებას. ანუ ეს აღნიშნავს, რომ ეს იყო ძალიან ბუნებრივი და სპონტანური სტილი და თან კიდევ ცვალებადი ხასიათის. აი ესეთი განსაკუთრებული სტილი ქონდა ლიპაის და მოდით ლიპაის შემოქმედებიდანაც წავიკითხოთ რამდენიმე ლექსი, 1-2 ლექსი დაახლოებით. შევეცადი რომ რაც ლამაზად ჟღერდა უფრო ისეთი ლექსები ამომერჩია და რაც ესეთი ცნობილი ლექსები იყო ისინი. აი მაგალითად ერთ-ერთ ლექს რომელიც განშორებაზეა დაწერილი, ისიც არის 8 ტაეპედი, ახლა წაგიკითხავთ. 渡远荆门外，来从楚国游，山随平野紧，江入大荒流。欲下飞天镜，云生结海楼。仍怜故乡水，万里送行舟。ეს ლექსი ქართულად ჟღერს აი ასე. თუ არ აფრინა სარკეცისათვის. აი ესე დავარქმევდი მე ამ ლექსს, იმიტომ რომ ეს ფრაზა არის განსაკუთრებული ამ ლექსში. თუმცა ამას ქვია სინამდვილეში განშორება ძიანმენის ზღუდესთან მეგობრები დაშორდნენ ერთმანეთს და აი მას ეძღვნება ეს ლექსი. ჩუს სამეფოდან მოვცურდით ახლა. ძიანმენის ზღუდეს რომ მოვადექით, შევხედე მთას და მთის ძირში კიდევ მიყუჩებულა ნაპირი დეგით. უსაზღვრო სივრცეს მკვეთრად მოაპოვს იანცის ზორბა ტალღების ქედი. თუ არ აფრინა სარკეცისათვის, წყალში ანარეკლ მის სახეს ვჭრედდი. მქრალი ღრუბლები ჯარად მოდიან, გეკონებოდა კოშკი დგას წყალზე. ის ანარეკლი ისე ცხადია, როგორც მეგზურის ჩემის სინაზე. თურმე ისცე ტრფის მშობლიურ ამ წყალს, ჩვენი ნავის ქვეშ რომ ედინება. თუმც გავაცილო ის დროა ახლა, შორს იმ მიზნამდე მისვლა ინება. ეს არის ლიპაის ერთ-ერთი ლექსი და კიდევ მინდოდა ერთი ლექსი შემომეთავაზებინა. სხვათა შორის ეს ლექსი არის ის, რომელიც გამოქვეყნებულია უკვე სინოლოგიაჩიზე. ჯინიესი, აი ესე ქვია, ფიქრები მშვიდ ღამეში. 床前明月光，疑是地上霜。举头望明月，低头思故乡. აი ესე ჟღერს ეს ჩინური ლექსი და ქართულად კიდევ შემდეგნაირად შემოგთავაზებთ ჩემს თარგმანს. თვით ჩემს ლოგინზე ეცემა, მთვარის სხივი მოციმციმე. ან იქნება იყოთ რთვილი, ესეც ზუსტად არ ვიციმე. ავწევ თავს, დავხედავ მთვარის სარკმელშია გაბადრული. თავს დავხრი და მახსენდება მე მამული დაკარგული. ესეც ლიპაის ეკუთვნის. ამ დროს ის იმყოფებოდა სამშობლოდან ძალიან შორს და შესაბამისად ანუ სამშობლოზე ნოსტალგიაზე არის დაწერილი ეს ლექსი. რაც შეეხება ზოგადად ლექსების მიმართულებას, ასე ვთქვათ, ორი სტილის ლექსები გამოიკვეთა განსაკუთრებულად. ერთი ეს იყო აი ბუნების აღწერაზე და პასტორალური ხასიათის ლექსები და მეორე იყო, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სასაზღვრო, ანუ საზღვარზე მყოფი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც იცავდნენ იქაურობას, ანუ მათ ცხოვრებაზე, მათ გრძნობებზე და აი ასე შემდეგ. მათ ასე ვთქვათ, პიენსაია ესეთ ლექსებს. და აი ასეთი ტიპის ლექსებს წერდნენ პოეტები კაოში და ცენშენი. აი ეს ცნობილი პოეტები იყვნენ ამ ტიპის ლექსების ავტორები და აღსანიშნავია ასევე პასტორალური ლექსების ავტორებიც და მათგან ერთ-ერთი იყო მუსიკოსი ფერმწერი და რა თქმა უნდა პოეტი ამავე დროს Wang Wei.
Wang Wei და Meng Haozhani, რომელიც ძალიან ლამაზ ლექსებს წერდა ასევე ბუნებაზე, ბუნების აღწერის თვალსაზრისით და მოდით Meng Haozhanis ლამაზ ლექსს წაგიკითხოთ, პატარა ლექსია და ბარემ გავეცნოთ ამასაც. 春眠不觉晓，处处闻啼鸟。夜来风雨声，花落知多少。ეს ლექსი ქართულად აი ასე ჟღერს. ჩვენსა ქვია ამას და ეს არის გაზაფხულის რიჟრაჟია ესეთი ლექსია. გაზაფხულის ნაზი დილა ჩუმჩუმელად რიჟრაჟობდა. ჩიტუნების შრიამული არემარეს გიჟმაჟობდა, ღამით ქროდა ქარი ქროდა. წვიმაც მიწის ლტობით მოცდა და ვინ იცის მდრთოლავ ხეებს 1000 ყვავილი მოწყდა. მოკლედ აი ეს არის ასე ვთქვათ მოკლე რაკურსი, ექსკურსი თანგის პოეზიაში და კიდევ ერთი ძალიან ცნობილი პოეტი იყო თანგის პოეზიაში, გამორჩეული ასე ვთქვათ, რომელმაც უცებ შეცვალა ჩინური პოეზიის სტილი, იმიტომ რომ ამ დროს მოხდა, ესე იგი 775 წელს იფეთქა ანუშანის აჯანყებამ და აი ამის შემდეგ, ესე იგი მერვე საუკუნეში გამოჩნდა პოეტი, ესეც ძალიან ცნობილი პოეტია ჩინურ პოეზიაში, ჩინური პოეზიის ისტორიაში, ტუფუ, რომელიც ხმამაღლა წერდა ომის ქარცეცხლში გახვეული ხალხის უბედურებაზე. ტუფუ ამ ყველაფერს თან ლირიკული ტონით აღწერდა ხოლმე და ამ პოეტური თვალსაზრისით ეს იყო ძალიან დიდი გარდატეხა უკვე თანგის ეპოქის დასაწყისის ლექსებიდან თანგის ეპოქის შუა პერიოდის ლექსებისაკენ, აი ასე ვთქვათ. და მან წაახალისა სწორედაც ეს შუა პერიოდის ასე ვთქვათ ლექსები, პაიჯი, ხანიუ, მონჯაო და ასე შემდეგ. მოდით თან ამასობაში თვალი გადავაულოთ უანგპო, აი ეს არის, რომელიც პირველად რომ წავიკითხე ხო, ლექსი უანგპოსი, თანგის დასაწყისის პოეტი არის. ეს ლიპაის ლექსი გახლავთ, რომელიც მე წავიკითხე ერთ-ერთი და ბოლოს მენხაოჟანის ჩვენსაო გაზაფხულის რიჟრაჟთან დაკავშირებით ეს ლექსი იყო. აი ეს ბოლო გახლავთ პაეჯი, რომელიც ძალიან ღიად წერდა იმდროინდელი სოციალური მდგომარეობის სიდუხჭირების შესახებ და გამოთქვამდა დიდ ასე ვთქვათ, ანუ ხაზს უსვამდა იმ დროს გაჭირვებული ხალხის ცხოვრებას. აი მაგალითად ერთ-ერთი ლექსი პაიჯიმ დაწერა მაეხვა, აი ასე ქვია ამ ლექსს და ეს არის ერთ-ერთ დღესასწაულზე, როდესაც ყველა ყიდულობს ყვავილებს ამ დღესასწაულის აღსანიშნავად, როგორ გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც იმისი საშუალებაც კი არ აქვს, რომ იმით ერთი კონა ყვავილითაც მაინც ასიამონოს თავის თავს ამ დღესასწაულზე, იმიტომ რომ ეს ყვავილი ძალიან ძვირი ღირს ფაქტიურად მისთვის. რა ვიცი, შეგვიძლია მე მოგვიანებით ეს ლექსის წავიკითხოთ, ლამაზი ლექსია, თუმცა მოდი ბარეღამა დავასრულებ საუბარს ჩინურ პოეზიაზე, ესე იგი თანგის დინასტიის შემდეგ, ანუ ამ თანგის დინასტიას ანაცვლებს სუნგის დინასტია. ეს არის უკვე მეორე დიდი სუნგის დინასტია და ამ დროს ქვეყანაში ხდება სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები და შესაბამისად ლექსებიც იცვლებიან და ამ დროს ყალიბდება კიდევ ახალი სტილი ლექსების, ეს არის სუნცი, აი ესე ქვიათ ამ ლექსებს. ამის შემდეგ არის უკვე იუენის დინასტია, რომელიც არის მონღოლური დინასტია, მონღოლები ბატონობდნენ ამ დროს ჩინეთის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე და ეს იყო ჩინგისხანი, ყველასთვის ცნობილი ჩინგისხანის შვილიშვილის ყუბილაი ყაენის მიერ დაარსებული, ასე ვთქვათ, დინასტია და ამ პერიოდის ლექსებს იუენჩი, აი ასე უწოდებენ, იუენის დინასტიის, ასე ვთქვათ, ლექსები, ხო? და ამ სტილის პოეზიის მთავარი ფორმა იყო, ასე ვთქვათ,
ან უფრო ხალხის ცხოვრებასთან უფრო მეტად დაახლოებული იყო ეს და ამით ცოტა წააგავდა იმ ძველი პერიოდის ლექსებს, ან იუენის ლექსებიც, იუენის დინასტიის ლექსებიც. ამის შემდეგ უკვე მინგის და ცინგის დინასტიები მოდიან და ამ პერიოდში უკვე ფაქტიურად ისეთი განსაკუთრებული და გამორჩეული არაფერი ხდება, მაგრამ ხდება ისეთი რამ, რომ პროზა აქტიურდება უფრო მეტად და პროზის და პოეზიის ჯახი მოხდება აქ, მაგრამ პოეზია მაინც ინარჩუნებს თავის ადგილს ჩინურ წერლობაში, ასე ვთქვათ, და თავის მხატვრულ ხიბლს. შემდეგ უკვე თანამედროვე სტილის ლექსები მოდის, რომელსაც რატომღაც ჩინელები იმდენად არ აფასებენ, რამდენადაც ძველი სტილის ლექსებს, რადგანაც თითქოს და ის უკვე რაღაც ძველის გადამღერება იმის, არაფერი განსაკუთრებული და ახალი უკვე ამ პერიოდში აღარ ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა თავისებული თანამედროვე სტილი იგრძნობა ამ ლექსებში და სხვათა შორის თანამედროვე ჩინური მწერლობა გამოცემული არის ქართულადაც, ოღონდ რა თქმა უნდა აქ თავმოყრილია ძალიან ცოტა ლექსი თანამედროვე მწერლების, თუმცა მოგვიანებით მაინც შეგიძლიათ მე ამასაც გაეცნოთ. მოკლედ საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ჩინურმა პოეზიამ უძველესი პერიოდიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე იყო ეს თავიდან შიძინგი, ჩუს სტროფები, იუეფუ, შემდეგ ეს სწავლული ადამიანების ლექსები, ბოლოს უკვე ეს თანგის პოეზია, რომელიც ყველაზე გამორჩეულია მათ შორის და საბოლოოდ მე უკვე თანამედროვე ჩინური პოეზია გამოიარა ეს ასეთი მრავალი ეტაპი, ასე ვთქვათ, და საბოლოოდ იქცა ჩინური პოეზიის საგანძურად ეს ყველაფერი. და დასასრულს მოდი ისევ პატარა არა და ცოტა გრძელი ლექსით დავასრულებ ამ ყველაფერს, რომ მაინც ესეთ უფრო სასიამოვნო ნოტაზე დასრულდეს ჩვენი მოხსენება. ეს არის ყიდვა ყვავილისა, რომელიც ვახსენებ პაიჯი, ცნობილი ჩინელი პოეტი. მაიხვა, ესე ქვია ლექს. 地城春玉木，轩轩车马渡，共到牡丹时，相随买花去。贵贱无常价，愁痴看花树。灼灼百朵红，尖尖五树素。上张卧木壁，旁支巴黎户。水洒复泥风，移来侧如故。家家习未俗，人人迷不悟。有一田舍翁，偶来买花处。低头独长叹，此叹无人遇。依从深色画，十户中人妇。ახლა ქართულად მოგახსენებთ ამ ლექსს, იმედია არ დამამწყდება გზად. ილევა ქალაქში ეს გაზაფხული ეტლი ჭრიალით მოგორავს გზაზე. ჰაერს შეერწყა სურნილი მაცდური პიონის კონებით დახლების სავსე. ხალხი ამ ყვავილს ერთმანეთს ჩუქნის, რაც უნდა ღირდეს ყიდულობს ყველა. ხალხი სამსხვას დაუნაზეს პიონს დახლის და წნულიც ვერ აყოფს ვერა. ხალხი ყვავილის სურნელით ტკბება, უგონო მთვრალი გამტკბარი დადის. მონუსხულია მათი გონება წარმტაც ყვავილთა სურნელის ძალით და უცაბედად მოხუცი ჩნდება. თაიგულების მწკრივსაც ქერდება. შეისუთქავს რა ყვავილთა სურნელს და ჩუმიოხრა გულს აღმოხდება. ესე ყვავილი ლამაზი კარგი, კონა ღირს 10 კომლისა ხარკი. აი ასე დამთავრდა ჩვენი მოხსენება. თუ გაქვთ რამე კითხვები და შემიძლია გიპასუხოთ, მზად ვარ. გისმენთ. აი ხათქენ ლექს როგორც კითხულობთ, აი ეს კითხვის მანერა. ეს ესეთია, ესეთი იდეები და თუ სწრაფად შეიძლება. მე მეტსაც გეტყვით, იმისათვის რომ ცოტა დროც მომეგო და ცოტა უცნაური რეაქციები არ გამომეწვია, შევეცადე რომ რაც შეიძლება სწრაფად წამეკითხა ეს ლექსი. კიდევ უფრო ნელია. დიახ. დიახ. ლექსის მხატვრული კითხვა ჩინურში ასეთია. ამაზე ჩქარი ტემპით უკვე
ფაქტიურად აღარ შეიძლება მოისმინოთ რაღაც ლექსები ასეთი ტემპით, მაგრამ ამაზე ჩქარი უკვე აღარ არის ლამაზი წაკითხვა ჩინელებისთვის. აი ძალიან ნელა კითხულობენ ლექსს. აი მაგალითად მე რაც წავიკითხე ახლა ის პატარა ლიპაის ლექსი, ხო, ჩუანგ ციენ მინ იე გვანგ, ხო, ნელა ჟღერს თითქოს. სინამდვილეში ნახეთ როგორ უნდა იყოს ჩუანგ ციენ მინ იე გვანგ ი ში დი შან შვანგ აი ესეთი ტემპით. კიდევ გისმენთ? აი ეს თქვენ პოეტები ვინც დაასახელეთ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ლექსების დროს. ესენი იყვნენ პოპულარულები ბავშვობ საზოგადოების მაღალ ფენაში თუ ხოლო დაბალი ფენისთვის. არა. ხოლო დაბალი ფენისთვის რო იქნება ვემყო. ანუ საზოგადოების მაღალ ფენაში იყვნენ თუ არა პოპულარულები, ხო? ეს გაინტერესებთ? მაღალ ფენაში იქნებოდა. დიახ. თანაბრად იყვნენ პოპულარულები მაღალ ფენაში თუ მაღალი ფენისთვის იყო პოეზია, გასაგები და მისაღები და აი შეხედეთ როგორი მდგომარეობა ამ მხრივ. ჩვენ ვიცით რომ თავიდან ხორთული ენით იწერებოდა ხოლმე ეს ლექსები და თანდათან მერე პოეტები შეეცადნენ რომ გაემარტივებინათ ეს ენა და უფრო გასაგები ყოფილიყო ყველაფერი, რასაც ისინი ამბობდნენ. მათ ლექსებში თანაბრად არის ეს ასე ვთქვათ კონცენტრირებული ეს ორივე ნაწილი. ნახეთ, ანუ თან შეაგონებენ მდიდარ საზოგადოებას თავიანთ მანკიერებებზე ასე ვთქვათ და თან თანაუგრძნობენ გაჭირვებაში ცხოვრებ ადამიანებს. ანუ თანაბრად იგრძნობოდა ხოლმე ეს ლექსები, ანუ ეს ყველაფერი ლექსებში და შესაბამისად მკითხველები ორივე სოციალურ ფენაში ყავდათ ამ ლექსებს. იცით, არ არის გამორჩეული ცინგის პერიოდი, აი რო გითხრათ, რო შევადროთ ხა ლიპაის და თანგის ეპოქას, ხო? ნამდვილად ვერ დაიკვეხნის გამორჩეულობით. ამიტომაც არის, ასე ვთქვათ. ხო. პოეზიის თვალსაზრისით და ღირებულებით, აი ესეთი მხატვრული ღირებულებით, მაინც ყველაზე გამორჩეული თანგის ეპოქის პოეზია. დიახ, რა თქმა უნდა, ამათაც თავისი ადგილი უჭირავს ჩინურ პოეზიაში, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, ანუ თანამედროვე პოეზიის თარგმანით არა ვარ ჯერჯერობით დაკავებული, უფრო ღრმად რო ვიყო მათ ჩახედული, მაგრამ როგორც წავიკითხე სხვადასხვა მკვლევარების აზრები ამასთან დაკავშირებით, ხო, ყველანი ამბობენ, რომ ცინგის და მინგის დინასტიებში არ ხდებოდა არაფერი განსაკუთრებული პოეზიის აყვავების ან განვითარების თვალსაზრისით. გვაქვს კიდევ შეკითხვები? აღარ. კარგით. მადლობა მოსმენისთვის და ყურადღებისთვის.